რამდენი მიგრანტია ეს არის თული კითხვა სამწუხაროდ ზუსტი ციფრის დაანგარიშება ძალიან ჭირს იმის გამო რომ ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს იმიტომ რომ სხვადასხვა უწყება აღრიცხავს და მაგრამ ის რომ თქვათ დადარება მოხდეს ადამიანების ერთი 100-ს რო შეიცვალოს სახელში და გვარში და მოიხსენებათ 5-6 სიტყვიანი სახელები და გვარები აქვთ ზოგიერთ უცხოელებს უკვე იწყებს გაურებას თუმცა ესე თქვათ უხეში დათვლებით რაც გვაქვს ჩვენ ინფორმაცია დაახლოებით 20-დან 25,000-მდე არალეგალი მიგრანტია ამ წუთას ქვეყანაში. შეიძლება მეტიც იყოს, ნუ ეს გეუბნებით ძალიან უხეში დათვლებით. მას შემდეგ რაც თავშესაფრის მაძიებელი გახდება უცხოელი, როგორც კი დარეგისტრირდება სისტემაში, ავტომატურად ქვეყანას უჩნდება ვალდებულება ყოველთვიური შემწეობით უზრუნველყოს, რაც არის იგივე რაც დევნილი შემწეობა 45 ლარი არის, უზრუნველყოს ანალოგიური ჯანდაცვის სისტემით, რაც ჩვენ მოქალაქეებს თავაზობთ. ანუ უფასო სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვა ეკუთვნის იმიგრანტს ასევე ვალდებულება გვაქვს რომ უფასო განათლებით უზრუნველყოთ, უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოთ და თუ კი ექნება რესურსი ქვეყანას საცხოვრებელი თაც